მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით დღეს ახალი ვლოგით. გაჩერებული ვარ ახლა. ერთი ადგილი არის რესტორანი, კავკაზიის რესტორანი არის პენსილვანიის შტატში, მე-80 გზაზე, ვინც არიცით, ეგზიტი 192 და შიგნით შევალ რა, ახლა მალე სანამ დაიკეტება, იმიტომ რომ როგორც ხედავთ თუ ჩანს 9:30 რა და ესენი 10-ზე თუ 11-ზე იკეტებიან რა. შევალ და პერაშკები მინდა რომ ვიყიდო, მაგრამ არ ამგონია რომ პერაშკები გქონდეთ. ხაჭაპურს უეჭველი ვიყიდი, სანამ დავიწყებ. დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა წინა ვლოგებზე, ვინც უყურეთ და ვინც დაალაიქეთ და დააკომენტარეთ. სხვათა შორის ეს ვლოგი ამ ვლოგს რო ვიღებ, ანუ ხუთშაბათი დღეა და პარასკევს ხვალე დილას იდება ვიდეო. თუ არ გაქვთ ეგ ნანახი ამ ვიდეოს, ეს ვიდეო რო დავდე, ანუ გადადით და უყურეთ რა, იმიტომ ძალიან საინტერესო ვლოგი არის. ეხლა ტვირთი საერთოდ არ მაქვს, ღამის პირველ საათზე უნდა დავიტვირთოთ. ამიტომაც გაჩვენებთ ყველაფერს, რა როგორ იქნება, რა ტვირთი ვექნება, მეც არ ვიცი ჯერჯერობით და ერთად ვნახავთ ამ ყველაფერს. ღამე იქნება, შეიძლება კარგად არ გამოჩნდეს, მაგრამ ვცდი რომ კარგად გაჩვენოთ ყველაფერი. ეხლა შევალ რესტორანში და დაგიბრუნდებით შიგნიდან. შემოვდივართ, აი ესეთი ლამაზი შესასვლელია, როგორც ხედავთ. ესეთი ადგილი არის. აი ესეთი კბილეულობა და რაღაცებიც ეყიდება. კამპოტები და რაღაცეები, არ ვიცი რუსული ვინც იცით, თქვენც იცით, ღანძილი, მაგრად მიყვარს. მე დღეს არ ვიყიდი. აი მალე რაღაც კიდე სხვა კბილეულობები, კინდერის ძალიან ბევრი რაღაცა იყიდება, ნამცხრები არის კიდე. როგორც ხედავთ, აუ ბახლავაც ძალიან გემრიელია, ძალიან კაია, გემრიელია. ეს კრუასანებიც გემრიელია. და მოდი, ოპა, ნატახტარის ლიმონათები აქვთ. აბარა. ნატახტარის ლიმონათები წინაზე არ ქონდათ. ანუ წინაზე ისა ქონდათ სანდუკელის ლიმონათები, ეხლა არ აქვთ. რა აუცილებლად ვიყიდი ნატახტარის ლიმონათებს. რა რაღაც სალათებია, მოკლედ ნამცხრები, როგორც ხედავთ. ბევრი რაღაცა იყიდება რა. მოკლედ ვიყიდი ყველაფერს და 20 წუთი უნდა ხაჭაპურის გაკეთებას. მოკლედ მეგობრებო, აი ეს არის ამათი მენიუ რა, ვისაც გაინტერესებთ. რუსულად წერია, ინგლისურადაც წერია. ნუ აქ ინგლისურ, მოკლედ ზოგი რუსულად წერია, ზოგი ინგლისურად წერია რა. შეგიძლიათ წაიკითხოთ. დაჟე ტოლმაც კი ქონიათ და $14 ღირს. ანუ ჩახოხბილი, ანუ ძალიან ბევრი რაღაცეები აქვთ რა. ტოლმა კარტოფილთან ერთად, აქეთ თეთრი, ანუ ბრინჯი, კიდე ის რაღაცეები, ხაჭაპური, სხვადასხვანაირი, მეგრული, ესეთი ყველაფერი აქვთ რა. და გათვალიერებინებთ, სხალი, ამის სახელი მოვიწყდება. ბერბერი. ქართულად რა არის, არ ვიცი. დაწერეთ კომენტარებში. საფერავი, ნატახტარი და სხალი, რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს. აქამდე რო ვყიდულობდი, აქ რომ მოვდიოდი, გქონდათ ზანდუკელის ლიმონათები რა. და ახლა ნატახტარი აქვს, ძლივსლიებით ძალიან გამიხარდა და ვიყიდე. ასევე ვიყიდე აგერ მეგრული ხაჭაპური, ჯერ არ მიჭამია. 4 ცალი კარტოფილის პერაშკი, მეგობრებო. მოგესალმებით მეგობრებო, მეორე დილა არის. გიბრუნდებით რესტორანიდან. ესეთ პატარა ადგილია. პროსტა ამ სატვირთას შეხედეთ მეგობრებო, ნახე რა ლამაზია. ეს არის სტეპდეკი რა. იმენა აემაში შიგნით რავი არის, ფაქტიურად მთელი რავი სახლია რა შიგნით. Western Star-ი ძალიან ლამაზი სატვირთოა. როგორც ხედავთ, მაგარია. მოკლედ, ეს ჩვენი სატვირთო. და ვაკეთებთ პიტია ის pre-trip inspection-ი, როგორც იცით.
ადრეც გავაკეთე, ახაც გავაკეთებ რა, ვინც ახლები ხართ იმათთვის. აგერ წინაზე ვახსენე, რომ ერთი ღილა კი არ ითქვა, დააჭერთხა და რაღაც შეირთვება ყველაფერი, რამე რომ ეთქვა. შუქები და აი ეს ღილა კი არის აქ, დავაჭერთ ესე. და ახლა შეგვიძლია დავუაროთ. როგორც ხედავთ, წინიდან დავიწყოთ. საბურავებით შეგვიძლია შევამოწმოთ როგორც ყოველთვის. და შუქებსაც ვამოწმებთ. ასევე საბურავებს ვამოწმებთ. 1000-ში ერთხელ ვამოწმებთ ხოლმე, კვირაში 1-2 ვამოწმებთ ხოლმე ზეთს მოტორის ქვეშ. შევხედავ რამე რო არ გაზდიოდეს, შუქები კარგია როგორც ხედავთ. ტრაილერის შუქიც ანთებს. და რაღაცა ტრაილერის შუქებიც როგორც ხედავთ ანთებს ყველა დაკეტილია, ტვირთი გვაქვს უკვე. მიგვაქვს მაკარონი და ლობია. უნდა მივაქციოთ ყურადღება კარგად, შევამოწმოთ ყველაფერი ხოლმე, რომ გზაში რაღაცა არ მოუვიდეს სატვირთოს. TA-ზე ვარ, ტრაკსტოპზე, Travel Centers of America ესე ქვია. და სანამ შევიდოდი და დავიბანდი, დრო ბევრი გვაქვს რა, 6-ში უნდა ჩავიტანოთ ეს ტვირთი. ამიტომაც გავჩერდი რა და აი როგორც ხედავთ, ყველაფერი ამოყრილი მაქვს, ზედმაყრია რა. ხო და რავი, თქვენც ხედავთ მდგომარეობას ამ სატვირთოში. მომიყენა არა მაქვს დიდად ადგილი მქონდა, მაგრამ ამან მომიყენა და რავი, რამდენი ხანი იქნება ეს გაჩერებული, აზე არა ვარ. მოკლედ, რავი, დაგიბრუნდებით რა, ამ ყველაფერს დავალაგებ. როგორც ხედავთ, რავი, ყველაფერი ზედმაყრია ამ წუთას, მაგრამ მალე იმედია ცოტა შიგნით მოწესრიგდება რა, აქაურობა ყოველ შემთხვევაში ესეთი სიტუაცია აღარ იქნება რა. შლოპანცით ვერ ვიპოვე. ერთი შლოპანცი ვიპოვე, მეორე შლოპანცი ვერ ვიპოვე, არ ვიცი საწავი და ქროშევდივარ და საბანად ვიწმევ ხოლმე, მაინც ჭუჭყიანია, 1000 ადამიანი შედის. აი ეს აქ რო ის დიდი შავი ის რაღაცა იყო რა. ავიღე. აი იქით ისიც ავიღე, პატარა ხალიჩა. პროგრესს ვაკეთებთ რა. ყველაფერი ზედმაყრია აქ. როგორც ხედავთ. რა იგარაფერი. კიდევ წმინდა ვაქაურობას. აი ესეთი პროგრესი არის რა. როგორც ხედავთ, რავი, 1000 ჯერ ჯობს იმ სიტუაციას, რაც ხდებოდა. მაცივარსაც როგორც ხედავ, წმინდავ ნელ-ნელა, ხალიჩებსაც წმინდავ. მარტო წარება არ არის რა, სატვირთოს უნდა მოვაროთ, მოასუფთავოთ, უნდა გარეცხოთ. და კიდევ 1000 რაღაცა რა. მოიღრუგლასავით ცოტათან, როგორც ხედავთ. და ეხლა ამ ყველაფერს მოვრჩები, წავალ ვიბანავებ და დავისვენებ მერე რა. და საღამოსკენ დავიწყებ მოძრაობას. დავალაგე ყველაფერი თითქმის წვენი და ეხლა ეს მაქვს რა, ეს პატარა ბრინჯებივით რაღაცა ისაა. მას გავიკეთებ, შევჭამ რა. დორიტოს მივაყოლებ ალბათ. გონი, რავი, მილიონჯერ უკეთესია. ეხლა ეს კომპიუტერი მაქვს აქ მაღლა. დაბლა უნდა დავდო რა. და ой, მე მგონი არ ვიცი, მაგრამ შეიძლება ეს გაფუჭდა. მაგარია. ჩემი ინტერნეტი, რავი, თუ გაფუჭდა, არა, კაი ამბები. ცდირო ჩავრთო მერე. შევაერთებ დენში კიდე და ან სხვა შნურს ცდირო, სხვა შნურით შევაერთო. რავი, იქნება გასწორდეს თუ არა და ტიმობილში ვიქნები მისასვლელი. Hello, მოგესალმებით აბანოდან. სატვირთოს რო ვალაგებდით, შემოვედი ახლა მეძინა რა. ვიბანავებ, აი ესეთი ადგილი არის რა. ტუალეტი გაქვს რაღაცა, რაკოინა და აბანო. ეს ვიბანავებ უცბად. დღეს ხამე ალბათ დავიძინებ. იმიტომ აი ორ შაბათს უნდა ვიყო იქ რა. დღეს პარასკევია. ხოლე შაბათი იქნება. თელი დღე ხვალე რო ვიარო და ხვალე რო ვიარო ფაქტიურად ზეგ ჩასული ვარ რა. შევხედავ სიტუაციას. ახლა შევალოცოთ ვიბანავებ რამე და დაგიბრუნდებით მალე. დილამში დავისალ მეგობრებო, შაბათი დღე არის. მოკლედ დაგვრჩა 17 საათი და 30 წუთი. ნუ ახლა აქვე ვარ, ჩავასხავ საწვავსაც რა. ჩვენი გზა რაც გვაქვს გასავლელი. აი ესე, მოკლედ გავივლით
ტოლედოს, ჩიკაგოსაც გავივლით. 94-ზე ავალთ, ესე მინესოტაში. და ზუსტად ნორთ-დაკოტას და მინესოტას საზღვარზე არის ის ადგილი, სადაც მივდივართ. მე 80 გზაზე ვარ, ჩვენაში მოვყენებით რა. ეს ნამდვილად მივდივართ. ავარიელები მოხერხული და 15 საათი დავხო. ნამდვილად ვივლით, იმედია შუდობით ჩავალთ. Ხედავთ პირველი 13 წუთი რა ვიცი ჩანს რა. თქვენი ჩანს. ხო, მოკლედ ვიძინებთ რა. როგორც ხედავთ, საათები აღარ მაქვს. დაგვრჩა 8 საათი და 40 წუთი, 43 წუთი და ორშაბათს უნდა ვიყოთ რა ჩასული და რავი თითქმის მოვედით რა დაგვრჩა, ეს რა დაგვრჩა გასავლელი. როგორც ხედავთ. და მინესოტას და ნორთ-დაკოტას საზღვარზე მივდივართ რა. გვაქვს აგერ პისტაშიას კრემი, რავი როგორც ეძახიან და პური და ვთქვათ წავისმევ და დავიძინებ მე რათორე მაგრად მშივა. დილიდან შემოგერცდებით. მოვედი კალონკაზე როგორც მივხვდით. ეხლა მე ჩავასხო საწყოს და ასევე გაჩვენებთ როგორ ვამოწმებ კიდე ანუ მე ადრესს ვთქვი რა pre-trip inspections ვაკეთებ თქო. რავი თითქმის ყოველთვის როცა ვჩერდები კალონკაზე ვცდილობ რომ pre-trip-ი გავაკეთო რა საბურავები და შუქები მაინც. ხო და ანუ ეხლა უცბად აქ ჩემი ინფორმაციას შევიყვან ნომერს ითხოვს და სატვირთოს ნომერსაც მოითხოვს კიდე ალბათ ცივა აცივდა მივახოდეთ ნორთ-დაკოტას 4 საათი გადაგვრჩა რა ხო და დეფი არ გინდა დეფს დღეს არ ჩავასხავთ მარტო დიზელი და არც ქაშადონსი არ გვინდა და ესე 10-14 ცივა ხალხო ძალიან იმედია კარგად ისფის შემიხვა დილამშვიდობისა მოგვიანებით მინდა რომ ბზობა მოგილოცოთ დღეს არის ორშაბათი დღე მოკლედ ამ ტვირთს მივიტანთ ვიმყოფებით ქალაქი ქვია აშბი მალე ვიქნებით ფერგუს ფოლში გუშინ როგორც ნახეთ შევამოწმე საბურავები და შუქები კალონკაზე საწავით ჩავასხი მერე ცოტა ხანი კიდე ვიარე ცოტა ხანი კი არა კაი ხანი ვიარე რა მიკროფონი დამიჯდა და ვეღარ გადავიღე ვეღარ ვილაპარაკე მინესოტას შტატში ვართ აი როგორც ხედავთ ზეგანაც გაჩვენეთ თოვლია აპრილში აი ესე ცივა -7 გრადუსი ცელსიუსია ძალიან ცივა მოკლედ აქ ვერ გაიგებ ხან მზეა ხან ცხელა ხან ყინავს ესე არის ჩtildeოეთში ხარ ეხლა წესით გამოთვება უკვე მაგრამ აი ალბათ სადღაც მაისამდე ესე იქნება რა და დავჭა 1 საათი და 10 წუთი დილივერამდე წინა ვლოგზეც მადლობა ბევრმა უყურეთ და ლაიქეთ და კომენტარეთ და მიხარია და ესე გავაგზელოთ მადლობა დიდი კიდევ ერთხელ გადავაზიაროთ მეგობრებთან ერთად და მივალე ხარ რა დელივერზე და დაგიბრუნდებით იქიდან როგორც ხედავთ მოვედით ეხლა გავხსნი უცბად კარებებს და მივაყენებ
გაჩვენებთ თან ველოდებიან რა რომ არ ვალოდინოთ უცბად გავაკეთოთ ეს ყველაფერი ცივა ძალიან ცივა სხვათა შორის როგორც ვთქვათ თოვლია კი გაგიკვირდებათ და თოვლია ისე ყინავს ეხლა ეგ და ცოტ როგორც ყოველთვის და გავხსნით კარებებს აუ ამისთვის ამას ასეთ აჰა ხელით შეგავტეხებთ პედია გაჩვენებთ ჩვენ ტვირთს მოგვედ წინაზე რა ვიყავი ნიუ-იორკში upstate ნიუ-იორკში ხო და თქვენმა კარებმა პირდაპირ მოგვედ ქარი იყო რა თან თოლდა ისე ყინავდა თან თოლდა თან ისეთ საშინელი ქარი იყო და აი ჩვენ ტვირთიც როგორც ხედავთ ხო და აი ეს ჯაჭვი რა ოღონდ იქითა მეორე მხარეს იმას ქონდა ერთი სამი ჯაჭვი ესე გადამული გაწყდა რა რაღაცნაირად ქარმა გატეხათ რავი რანაირად არ ვიცი აი თქვენ ხო ხედავთ როგორი სქელი ჯაჭვი გაწყვიტა ეს ჯაჭვი ოღონდ იქითა მხარე და აი გეფიცები მაგრად გადავრჩი იმიტომ რომ პირდაპირ ზურგში მგლიჯა მარცხენა მხარეს ანუ გულის მხარეს მაგარ ტკივილებში ვიყავი 2 დღე ეხლა უკვე წავიდეთ და დავაენათ просто შეხედეთ აი რომ ხელა თოვლი არის იქ მოგროვებული მაგით ასეთ მიხვდებით აქ რომ ხელა თოვლი მოვიდაო მივაყენეთ იმედია კარგად დავართ რა გაჩერებული და ეხლა დაგუცლიან რა დიდი გზა იყო ძიმე ვიყავით 41-42000 რა ჩამოვედით რაც თავარია ბევრი ნახეთ ამ ბლოგში იმედია მოგეწონათ ანუ მარტო ტარება არ არის რა როგორც ნახეთ ბევრი რაღაცა შედის ძღოლობაში მარტო არაზე ხარ და არ ატარებ თელი დღე და ლამე და მოვარო შენ თავს სატვირთოს დაგემშვიდობებით აქ მომავალ ბლოგამდე დაალაიქეთ გამოიწერეთ არხი და გადააზიარეთ მეგობრებთან ერთად კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ნახვამდის